რასაც 30 წლის მანძილზე აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად დამუშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი. ამითი ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს. რატომ გაიწვია გერმანიამ ელჩი საქართველოდან სინამდვილეში? როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ფიშერი კონსულტაციებისა და შემდგომი ქმედებების განსაზღვრისთვის გაიწვიეს. მიზეზად კი ის დაასახელოს, რომ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის, გერმანიის და პირადად ელჩ პეტერ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას ეწევიან. გასაკვირი არცაა, ამ პროცესს ხომ წინ ოცნების წევრების სიტყვიერი თავდასხმები უწყოდა. გერმანიის ელჩს ხან რადიკალიზმის ხელშეწყობაში სდებდნენ ბრალს, ხან კი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. ელჩობის საწყის ეტაპზე ვინც საუკეთესო მეგობრად მთვლიდა, ახლა სწორედ ისინი არ იშურებენ სალანძღავ სიტყვებსო, თქვა ფიშერმა. ასეთი რამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ხდება, აცხადებენ დიპლომატები. მათი შეფასებით გერმანია ამ ნაბიჯით მმართველი პარტიის პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ლოგიკურ პასუხს ცემს. ოცნების ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად კი საქართველო ახლო პარტნიორებს კარგავს და იზოლაციაში ექცევა. თუმცა ოცნება გერმანიასთან, ევროკავშირთან თუ აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭებას ელჩებს აბრალებს. და იცით კიდევ როგორც ცდილობენ თქვენს მოტყუებას?